პროფესიონალი ნინო გიგაშვილთან ერთად მოგესალმებათ. აღიარებული ფაქტია, რომ ქვეყანა, სადაც მოხუცებს განსაკუთრებულ პატივს ცემენ, უდიდესი ცივილიზაციის მატარებელია. ქართველებს გენეტიკურად აქვთ მოხუცების სიყვარული, თუმცა სოციალური პირობების გამო მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებით დღეს მოხუცთა პრობლემებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. მოხუცები ჩვენი საზოგადოების ნაწილია. საზოგადოებას აქვს პრეტენზია, რომ ის ცივილიზებული და ტოლერანტულია. ეს ისე სალაპარაკო თემად ყოველდღიურ ყოფიერებაში ჩვენი ბაბუები და ბებიები ძალიან დიდ ტკივილს, შიმშილსა და სიცივეს განიცდიან. ასეთი პირობების გამო ისინი ხშირ შემთხვევაში იზოლაციაში ექცევიან. ასეთი იზოლაცია კი არც თუ ისე იშვიათად ტრაგიკული შემთხვევით სრულდება. რა პრობლემები აწუხებთ მარტოხელებს, რა უჭირს დღეს ჩვენს მოხუცებს, ამ საკითხებზე წითელი ჯვრის საქართველოს ორგანიზაცია რამდენიმე წელია მუშაობს. ამ ორგანიზაციამ ასობით მოხუცს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა. რამდენად გლობალურია დღეს მარტოხელების პრობლემა საქართველოში. სად იკრიბებიან მოხუცები და რამდენად ღირსეულად ექცევა მათ საზოგადოება. ამ საკითხებზე დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები ისაუბრებენ. მაყურებელს კი შესაძლებლობა აქვს დაგვიკავშირდეს ტელეფონზე 414 70 ან დააფიქსიროს თავისი პოზიცია SMS-ის საშუალებით ნომერზე 1522. ჩვენი შეკითხვა კი ასეთი იქნება: რამდენად ღირსეულად ექცევიან დღეს საქართველოში მარტოხელა მოხუცებს? წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს. ნინო ავალიანი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროგრამების რეგიონალური მენეჯერი, გია გუგეშაშვილი, ასისტენტი, ლამარა გოქსაძე, სოციალური მუშაკი, ირმა ტოგონიძე, პროგრამების იურისტი, დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი, ლილი ლორთქიფანიძე, კლუბის წევრი, ბელა ზურაბიშვილი, მარტოხელა მოხუცთა სოციალური დახმარება თბილისში, სოციალური მუშაკი, ლია გიორგაძე, ექიმი მოხალისე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ქალბატონო ნინო, დავიწყოთ თქვენგან. თქვენ შეისწავლეთ მოხუცთა პრობლემები, რამდენიმე წელია წითელი ჯვარი ამ პრობლემებს სწავლობს. განსაკუთრებულად რა პრობლემებზე კეთდებოდა აქცენტი, როდესაც თქვენ მოხუცებთან ჰქონდათ ურთიერთობა? პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, რათა მოგწეს საშუალება ეს პრობლემები ფართო საზოგადოებისთვის გამხდარიყო ცნობილი. ჩვენ წლების განმავლობაში მართალი ვემსახურებით სოციალურ დაუცველ მოსახლეობას და ერთ-ერთი კატეგორია გახლდათ მარტოხელა მოხუცები. წინა წლებში ჩვენ გქონდა სასურსათო ჰუმანიტარული დახმარებები, ბინაზე სამედიცინო მომსახურება და ასე შემდეგ. თუმცა დონორებმა ჩათვალეს, რომ ეს ნაწილი უკვე ფაქტიურად ამოწურული იყო, ვინაიდან წითელი ჯვრის საზოგადოების საერთაშორისო ფედერაცია და კომიტეტი მუშაობს ისეთ მწვავე ადგილებში, სადაც არის ცხელი წერტილები, არის სტიქიური კატასტროფები და ასე შემდეგ. 7 წლის განმავლობაში ჩვენ ეს ჰუმანიტარული საქმიანობა ვანხორციელებთ და დადგა უკვე დრო, როდესაც უნდა შეგვესწავლა მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, მისი გამომწვევი მიზეზები და მოგვენახა ის გზები, რომელთა ჩვენ შევძლებდით ამ პრობლემების გადაჭრას. ასეთი სოციალური კვლევა ჩატარდა ბრიტანეთის წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებით. ეს იყო თანამონაწილეობითი კვლევის ჯგუფი, სადაც ჩართული იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს წითელი ჯვრის ადგილობრივი სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ანუ ეს იყო მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურები, ასევე იყვნენ უშუალოდ თვითონ ბენეფიციარები, A კატეგორიის ჯგუფი და ჩვენ ყველამ ერთად შევისწავლეთ მარტოხელა მოხუცების სოციალური იზოლაციის მდგომარეობა, სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე იყო მათი საყოფაცხოვრებო პირობები და სწორი კვება, ანუ როგორ იკვებებოდნენ ისინი. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ყველაზე მეტი დიდი ხარისხი მიენიჭა სოციალურ იზოლაციას, რაც იყო ყველაზე მთავარი გამოწვევი მიზეზი ყველა იმ დანარჩენი პრობლემისა. ისინი ფაქტურად აღმოჩნდნენ საზოგადოებიდან გარიყულები და საზოგადოებიდან იზოლირებულები. ეს იყო მთავარი აღმოჩენა ამ კვლევების, რაც გახდა წინაპირობა სოციალური კლუბების შექმნისა და ჩამოყალიბების, რაც შემდგომ უკვე თანდათან განვითარდა და შესაბამისად გარკვეულ შედეგსაც მიაღწია. და ქალბატონო ნინო, საინტერესო რამდენი კლუბი ფუნქციონირებს დღეს ქუთაისში და რა სიხშირით იკრიბებიან მოხუცები? აი ამ კლუბებში მოდით სანამ ამ შეკითხვას გასცემდეთ პასუხს, ხაზია მაყურებელი და მოვისმინოთ მაყურებლის შეკითხვა. გისმენთ?
ეს საზოგადოება მუშაობს ძალიან კარგად, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, ცოტა გვაკლია ესენი აი ეს სადაც იკვებებიან, დადიან, შორს ერთმანეთისაგან. მაგალითად ძელქვიანის რაიონში, აი ბალახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი არიან ასეთი მოხუცები და არ არის ისა რა ქვია საშუალება ესენი რომ დაჯდნენ ტრანსპორტზე წავიდნენ თქვათ იქ გამარჯვების მოედანზე ერექებან ამიტომ სასურველია მიიღებდნენ ესე იგი რომ აი ბალახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ გაიხსნებოდეს ასეთი კაფეები. დიდი მადლობა ქალბატონი, გვიკავშირდებოდა ქალბატონი. ძალიან გხდავალიანს. დიახ. დიდი მადლობა, გვიკავშირდებოდა ქალბატონი, რომელიც გამოთქვამდა სურვილს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ კი ასეთი კლუბი იქნება ბალახვნის ტერიტორიაზეც, რადგან აი ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მარტოხელა მოხუცი ცხოვრობს და მათ უბრალოდ არ აქვთ იმის საშუალება, რომ გადაადგილდნენ ქალაქის სხვა უბნებში ისინი. მოდით აი ამ კლუბებთან დაკავშირებით და შემდეგ ამ შეკითხვასაც გასცემთ ალბათ პასუხს. რა პერიოდულობით იკრიბებიან მოხუცები აი ამ კლუბებში და რა საქმიანობენ ისინი აქ როდესაც მოდიან? კლუბები ფუნქციონირებს დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე. ჩვენ თავიდან ეს კლუბები გავხსენით 50 ბენეფიციარი განსაზღვრული ყავდა 50 მარტოხელა მოხუცი. თუმცა რაოდენობამ გადააჭარბა და დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს და მე ამას უკვე არაერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, თუ როგორ განვათავსოთ დანარჩენი უბნის მაცხოვრებელი მოხუცები. ანუ აი ეს ორი კლუბი რამდენ ბენეფიციარს ემსახურება? ეხლა ყავს თითო კლუბში უკვე 115-120 ბენეფიციარი, სადღაც 240 მარტოხელა მოხუცი სტუმრობს თითოეულ იმას ორივე კლუბს, ორივე ცენტრს ერთად და გარდა ამისა, ჩვენი კლუბი ემსახურება დავდომილ მარტოხელა მოხუცებს 140